გამარჯობა, მე ვარ ნატალია ჭამიაშვილი, პლატფორმა ქალები ქალებისთვის დამფუძნებელი და დღეს ვისაუბრებ ქალების განათლებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან განათლება გვაძლევს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას. განათლებულ ადამიანს უკეთესი შესაძლებლობები აქვს როგორც კარიერის დაწყების, ასევე კარიერაში წინსვლის. ქალების შემთხვევაში განათლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ კავშირში არის ქალების უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან. ასევე ის ქალები, რომლებიც არიან განათლებულები, უკეთ ზრუნავენ საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, რადგან მათ აქვს შესაძლებლობა, რომ მარტივად ამოიცნონ სხვადასხვა დაავადებების სიმპტომატიკა, მარტივად იპოვონ შესაბამისი სერვისები. და რაც მთავარია, ქალებს აქვთ ძალა, რომ ერთმანეთს გადასცემეს მუხტი და სხვა ქალებსაც მისცენ мотивация, რომ იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები. ქალებს ძალიან ბევრი დაბრკოლება ექნებათ განათლების მიღების პროცესში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც აბსოლუტურად ყველგან არსებობს და არსებობს საკლასო ოთახშიც. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი საგანი მიიჩნევა უფრო მეტად მამაკაცისთვის შესაძლებლის საგნად, ზოგიერთი საგანი მიიჩნევა უფრო მეტად ქალისთვის შესაძლებლის საგნად და შესაბამისად მასწავლებლებიც მამაკაცებს უფრო მოუწოდებენ, ბიჭებს უფრო მოუწოდებენ ხოლმე, რომ ისწავლონ ესე თუ ის საგანი, ვიდრე გოგონებს. ასეთია ტექნიკური საგნების უმრავლესობა. ასეთია ასევე ის საგნები, რომლებიც ქალებს შემდეგ უბიძგებს საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობისკენ. ამას გარდა თვითლიმიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში ქალებს მიაჩნიათ ხოლმე, რომ მათი მთავარი როლი და ეს ყველაფერი საზოგადოებისგან არის წახალისებული, რა თქმა უნდა, რომ ქალთა მთავარი როლი არის საოჯახო საქმიანობა და შესაბამისად მათ არ მოეთხოვებათ ის ხარისხის განათლება, რაც მამაკაცებს. ამას გარდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს სექსუალური შევიწროებაც სკოლაში და ზოგადად საგანმანათლებლო გარემოში, რომლის შედეგადაც ქალებს ხშირად აღარ უნდათ ხოლმე იმ სივრცეებში დაბრუნება, სადაც განათლებას იღებენ. და ცალკე უნდა აღინიშნოს მენსტრუალური სიღარიბე. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც ნაკლები ცდომა აქვს ჰიგიენურ პროდუქტებზე და მათ ხშირ შემთხვევაში სკოლის ან უნივერსიტეტის გაცდენაც კი უწევთ ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ შესაბამისი ჰიგიენური საშუალებები. განათლების მიღების პროცესში ქალებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია ადრეული ქორწინებაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ან ქმარი, ან სხვა ოჯახის წევრი ქალს საშუალებას აღარ აძლევს ხოლმე, რომ გააგრძელოს განათლების მიღების პროცესი. ფინანსური დამოუკიდებლობა ნიშნავს შესაძლებლობას, რომ თვითონ აკონტროლოს საკუთარი შემოსავალი და ხარჯები და ქალებისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ქალების უსაფრთხოებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალი ვერ ტოვებს მოძალადეს, იქიდან გამომდინარე, რომ მოძალადეზე დამოკიდებულია ფინანსურად. ამას გარდა, ფინანსურად დამოუკიდებელ ქალებს შესაძლებლობა აქვთ იზრუნონ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად ფინანსური დამოუკიდებლობა განაპირობებს ქალების როგორც ეკონომიკურ, ასევე მენტალურ კეთილდღეობას. განათლების მიღების პროცესში ქალებს საშუალება აქვთ შეიძინონ ისეთი სანაცნობო წრე, რომელიც მათ ან კარიერის დაწყებასა და გაგრძელებაში, ან ბიზნესის დაწყებაში დაეხმარებათ. ასევე განათლების მიღების პროცესში ვივითარებთ ისეთ უნარჩვევებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში. განათლების მიღების პროცესში ქალებს შესაძლებლობა აქვთ სრული დაფინანსებით ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე. ამას გარდა, ქალებს საშუალება აქვთ დასავლელი დონორების დაფინანსებით მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და ამ პროგრამების ფარგლებში აბსოლუტურად ყველანაირი ხარჯი უკვე დაფარულია, რაც აბსოლუტურად ყველანაირი ქალისთვის ხსნის კარს ხარისხიანი განათლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამების არსებობის შესახებ ქალებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ ზიარდება ხოლმე საყოველთაოდ და ეს პროგრამები ძირითადად ათვისებულია პატარა ჯგუფის მიერ ქალების, შესაბამისად მხარდამჭერი ჯგუფების არსებობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასეთი ჯგუფია ჩემი მიერ დაფუძნებული პლატფორმა Women for Women-იც და ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ არსებობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკვე წარმატებული ქალები ხშირად აზიარებენ ხოლმე საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამის შესახებ და ეს პროგრამები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ქალებმა.
ადამიანებს ვურჩევ, რომ განათლებას არ შეხედონ როგორც დროებით პროცესს, განათლება არის უწყვეტი პროცესი და არასოდეს არ უნდა დასრულდეს ადამიანის ცხოვრებაში. ჩემი მეორე რჩევა იქნება, რომ არ გააჩინონ ქალებმა შვილები ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევამდე, რადგან გაცილებით უფრო ტკბილი და სასიამოვნოა ოჯახი მას შემდეგ, რაც ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ და მესამე რჩევა იქნება, რომ არ იაზროვნონ საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში, გასცნენ გენდერულ სტერეოტიპებს და მიყვნენ საკუთარ გულს.